მოძალადე ფსიქოპატური ტიპის ადამიანია, რომელსაც გააჩნია ორი სხვადასხვა ქცევათა რიგი. სახლში არის დესპოტი, ტირანი და გარეთ არის ძალიან კეთილშობილი, დამხმარე, გაჭირვების ტალკვესი. როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ ეს იცით რა საშინელი ადამიანია, თქვენ არც კი იცით, ეს რას აკეთებს დახურულ კარს მიღმა, ყველას უკვირს. ის ხანდახან მოყვარული მამაც არის, ის მზრუნველიც არის, ის აუცილებელი ნაწილია ოჯახური სისტემის. სიჩუმე თავისთავად აძლიერებს აი ამ ძალადობრივ ქცევებს და მერე ის უფრო და უფრო უკიდურეს ზომებს იღებს. ყოველთვის რა პრობლემაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიმართ? ხარდამჭერის არ არსებობა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის საკუთარი საზღვრების დაცვა, რა არის პირადი თავისუფლების დაცვა, რომ შენ გაქვს უფლება, რომ ამ სიმბიოზის გარეშე შენ თავთან იყო. რას ეტყოდი იმ ქალებს, რომლებიც შეიძლება ამჟამად გადიოდნენ ამ ყველაფერს? არც ერთი ძალადობის მსხვერპლი ქალი, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ ცენტრში, არ ამბობდნენ, რომ გამარჯობათ, მე ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მე არ მინდა ძალიან გაბრაზებული ადამიანის სახე მქონდეს, მაგრამ პირიქით, მე ჩემი გავაკეთე. რაღაცა ვთქვი, რაღაცამ გზა იპოვნა. გამარჯობა. დაგიბრუნდით მეორე ეპიზოდით, რომელსაც ახალ სტუდიაში ვიწერთ, podcast point-ში. და დღეს მყავს ძალიან განსაკუთრებული სტუმარი, ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე. ადამიანი, რომელმაც წამოაყენა უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი საკითხი ძალიან ბნელ დროს. და დაიწყო საუბარი ოჯახურ ძალადობაზე მაშინ, როცა თვითონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებმაც კი არ იცოდნენ, რას გადიოდნენ. მადლობა, რუსიკა, რომ მოხვედი. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, როგორი იყო აი ასეთ დიდ რაღაცასთან შეჭიდება ისეთ დროს, როცა ფაქტიურად ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა ყველაფერ ნეგატიურზე საუბარი, რაც კი ოჯახს შეიძლებოდა დაკავშირებოდა. თითქმის ყველა ქალი, რომელიც საოცარ წნეხში იყო სახლში, ვერ ბედავდა ხმის ამოღებას და რომ წამოიღო ხმა, გარეთ არ ხვდებოდა არანაირი არც მხარდაჭერა, არც რაიმე სახის ბერკეტი, რომ ცოტა მყარად დამდგარიყო. პირიქით, ბავშვობას რო ვიხსენებ, პირველი ეს მახსენდება, რომ ასეთი ქალების მიმართ საოცარი გულგრილობა იყო გარედან. შემაწუხებლები ხდებოდნენ თითქოს მთელი საზოგადოებისთვის, ზოგადად რომ გაბედეს საერთოდ და ესეთი რაღაც თქვეს, რომ ოჯახში შეიძლებოდა ცუდი რაღაც მომხდარიყო. მოგესალმებით თეონა, გილოცავ ამ წამოწყებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია ახლა ჩვენი სოციალური ქსელები ძალიან გადატვირთულია სხვადასხვა სახის მონოლოგებით, დიალოგებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, როგორც ფსიქოლოგისთვის ეს აუცილებელიც არის სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვა. ჩემ თავზე მე რაც შემეხება, დიდი ხანია უკვე აღარ ვსაუბრობ, მადლობთ რომ ამის საშუალება მომეცით. ხო, ესე გამოვიდა, რომ 1997 წელს მე დავიწყე პირველად საქართველოში ოჯახში ძალადობის თემაზე საუბარი. ეს მაშინ იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მაშინ კი არა ამდენი ხანი გავიდა და ეხლაც უბრალოდ გარეშე ძალდატანების შედეგად ხდება ეს მისაღები, თორემ თავისთავად ეს თემა მაინც მიუღებელია. ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია სირცხვილთან და მთელ რიგ ანდაზებთან, ანუ ჩვენ სტერეოტიპებთან, რომ აი რაღაც შენი სარეცხი გარეთ არ უნდა გამოფინო, ან ჭუჭყიანი საცვალი, ან რაღაც ამ და გვარი,
რომ ეს ძალიან სირცხვილია და ქალს უნდა მოთმინება, ნებისყოფა, ასე შემდეგ, უნდა შეეძლოს, რომ აი ამ ტკივილზე, აი ამ სამარცხვინო მდგომარეობაზე, რომელსაც ქვია ძალადობა ოჯახში, ესეთი მასშტაბური სახე არ მისცეს. მე ძალიან გამიჭირდა იმ დროს ამის დაწყება, მაგრამ როგორც პიროვნულად, ასევე საზოგადოებაც მოუმზადებელი იყო და ძალიან დიდ კრიტიკას გავდიოდი, რომ ჩვენთან საქართველოში როგორ შეიძლება ოჯახში ძალადობა იყოს, სადაც კულტი არის თამარ მეფე, სხვადასხვა ორჯერ იყო გათხოვილი თამარ მეფეც და ასევე ლეკვი ლომისა სწორია, ეს ლომებზე იყო საუბარი ძირითადად. აიყო ნიუანსები და საერთოდ როგორ შეიძლება, რომ ჩვენ აი ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი კულტია ქალის, შემდეგ რომ ვთქვათ, ქალის კი არა, დედის კულტია და ქალის კულტი ნაკლებად, მაგრამ არ აუშავს ეს არევები, აღრევები, ცნებები, ის დამოკიდებულებები, სწორედ ბევრი რამ შეცდომებისაკენ მივყავდით ამას ყველაფერს და უბრალოდ მე ესე მაკრიტიკებდნენ, რა საკვირველია, რომ ეს არის ყურით მოთრეული თემები, რომ ეს არის რუსეთიდან, ეს არის ამერიკიდან, რომ აი ეს გრანტის გამო ხდება, მაგრამ მე არ მოვსულ ვარ ამ განწყობით, მანამდე მე მუშაობდი სხვადასხვა ადგილებში, მე უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა ქალებთან ურთიერთობის და თერაპიის, ჯერ კიდევ 1980 წელი იყო, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს დაუკვეთა თემა, რომ გვეკვლია ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნაში რა ფსიქიკურ ფაქტორს რა მნიშვნელობა აქვს. საკმაოდ რთული თემა იყო. წავედით ონკოლოგიურ ლისის ტბაზე და ვიკვლევდით სიმსივნით დაავადებულ ქალებს სხვადასხვა მეთოდებით, პროექციული იქნებოდა ეს, კითხვარი იქნებოდა თუ ასე შემდეგ. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ამას ფსიქოთერაპია ერქვა. თავშესაფრებში მუშაობდი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ყოველწლიურად იყო წლიური თემების წერა სხვადასხვა საკითხებზე და იქ ყველგან იყო ქალები, რომელთა ისტორიებს მე ვისმენდი და რომელიც ჰაერივით არის, თან არ არის და ზუსტად ეს ჩემი მიგნება არ არის მთელ მსოფლიოში, ამერიკაში ოჯახში ძალადობის თემა იარაღის ვაჭრობითა და ნარკობიზნესის შემდეგ მესამე ადგილს იჭერს. ეს იმიტომ კი არა, რომ იმათ ასე ვთქვათ საქმე არა აქვთ, უბრალოდ მთელი რიგი სისტემებია შექმნილი, გამოანგარიშებულია თუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები როგორ ზიანს აყენებენ ეკონომიკას, იმიტომ რომ როდესაც ხო რა კავშირია ეკონომიკასა და ოჯახურ, იმიტომ რომ როდესაც ქალი არის ნაცემი, ან გემატომა აქვს თავში, ან ფსიქიური ცვლილებები ეწყება, სახელმწიფო იძულებულია, რომ გადაიხადოს, ბიულეტენს ეძახდნენ მაშინ, ეხლა ჩვენთან, ასე ვთქვათ და იანგარიშა ხალხმა და დაინახეს თუ რამხელა ზარალს, საწარმოო ძალები, ასე ვთქვათ, ეკარგებოდათ. და ამდენად მიაქციეს ყურადღება ძალიან პრაგმატული მიზნიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ისევ მომხმარებური. რასაკვირველია და საერთოდ როცა დაიწყო, ქალებზედაც არ იყო, ეს პირველად დაიწყო ბავშვების თემატიკით, იმიტომ რომ იყვნენ ასეთი მკვლევარები, რომლებიც ბავშვებს რენტგენით, ასე ვთქვათ, გადაუღებდნენ და დაინახავდნენ, რომ მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი მოტეხილობები. თავშესაფარში მყოფი ბავშვები იქნებოდნენ თუ ასე შემდეგ და შეხორცებული და ძალიან დაინტერესდნენ, რაში იყო საქმე.
და აი ამ თემიდან გავიდნენ სწორედ ოჯახში ძალადობის თემაზე, რომ ეს ბავშვები განიცდიდნენ ოჯახში ძალადობას და რასაკვირველია ამაზე აიწია ერთი ამბავი და სხვათა შორის ამერიკას ვერ გამოვტოვებთ, იმიტომ რომ პირველი პროტესტი, ვინც გამოთქვა ოჯახში ძალადობის თემაზე, ეს იყვნენ მამაკაცები. და მათ თქვეს, რომ ეს მართლა საშინელი დანაშაულია. როდესაც მე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, რაღაცა სულიერი შემართებას ჰქონდა ადგილი, რაღაცას მართლა ვაკეთებდით, მართლა ვშველოდით და ძალიან გვწყინდა, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ აი ესენი რაენაღულებათ აიშოვნეს ახლა რაღაცა თემა და ფულისთვის აკეთებენ. ამას ატრიალებდნენ. მართალი გითხრა, ყველა თანამშრომელი ვერ უძლებდა ამ ქალებთან ურთიერთობას და ამ ისტორიების მოსმენას, ისე რომ მორალური ტრამვებს იღებდნენ ამის გამო, იმიტომ რომ ისინიც ქალები იყვნენ. ასე მარტივად ეს არ ყოფილა. 2000 წელს მე ჩამოვაყალიბე ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია და იქიდან მოყალიბებული ვიდრე მდის აი სანამ ეს აგენტების კანონი იქნებოდა მიღებული, პერმანენტულად სულ მუშაობდით ამ თემაზე, სხვადასხვა რაკურსებით და იმდენი ისტორიები გვაქვს მოსმენილი. ჩვენ ორგანიზაციას, ჩემ ორგანიზაციას სახლი დავარქვი, რადგან მინდოდა, რომ სახლი ყოფილიყო ძალადობისაგან, არ ყოფილიყო ძალადობა სახლში და საიმედო ადგილი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, როგორიც უნდა იყოს. და ყოველი შეხვედრა ადამიანებთან ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო. საინტერესო კი არა, ძალიან სულისშემძვრელი, იმიტომ რომ ისინი ითხოვდნენ დახმარებას, სერიოზულ დახმარებას, რომლის უნარიც მაშინ სახელმწიფოს არ ჰქონდა, ნელ-ნელა ჩაერთო სხვადასხვა ინსტანციები, დაინერგა სხვადასხვა მექანიზმები. ვერ ვიტყვით, რომ ეხლა დღეს რა შედარებაა იმ წლებთან შედარებით, თითქმის ყველანაირი მექანიზმი და სტრუქტურა არსებობს. თუმცა როგორც ხუმრობით იტყვიან, გასაკეთებელი ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მთავარი რაკურსი უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლ ქალების მოთხოვნილებასა და იმ სტრუქტურების ურთიერთდამოკიდებულებას ეხლა თითქოს ორი ბანაკივით არისო გაყოფილი, რომ აი სტრუქტურებს შორის ურთიერთდამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აი ამათ საჭიროებებზე რეაგირება, სწორი რეაგირება. მოგეხსენებათ, სისტემა მოუქნელია ყოველთვის ყველგან, რახან ბიუროკრატიული ელფერით არის და ამ თემას სჭირდება სწრაფი რეაგირებები, მოქნილობა, პლასტიურობა, რომლის საშუალებასაც, როცა სისტემაშია დანერგილი, ეს ძნელად მისაღწევია. საინტერესოა თვითონ აი ამ ოჯახის შინაარსში რო ჩავიდეთ, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ადგილი, სადაც ადამიანს უნდა ქონდეს ყველაზე მეტი სიმშვიდე, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, აი ეს ადგილი შეიძლება გადაიქცეს ყველაზე დიდი საფრთხეების შემცველ სივრცედ. საინტერესოა რა ხდება თვითონ მოძალადის თავში ამ დროს, შენი გამოცდილებიდან რომ გაგვიზიარო, როგორ მიდის ადამიანი იქამდე, რომ იქცევა საკუთარი ოჯახის წევრების მთავარ მტრად. ეხლა მე ახალს ვერაფერს ვიტყვი, რასაც ჩემი კოლეგები არ საუბრობენ. როდესაც მოძალადეთ, არავინ არ იბადება. მოძალადეთ ხდებიან, როდესაც
მას აქვს აი ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახური ძალადობის მიმართ. ეს რას ნიშნავს, რომ როდესაც აი უმნიშვნელო ძალადობის ფაქტს აქვს ადგილი, იმ წამსვე ეს უნდა გახმაურდეს. არ ვამბობ, რომ უცებ ქუჩაში უნდა გამოვარდე და იქ უნდა იყვირო და ასე შემდეგ, მაგრამ ნათესავია, მშობელია, ახლობელია, არ უნდა დამალოს ადამიანმა, რომ ამ ფაქტებს აქვს ადგილი. იმიტომ რომ სიჩუმე თავისთავად აძლიერებს აი ამ ძალადობრივ ქცევებს და მერე ის უფრო და უფრო უკიდურეს ზომებს იღებს. რასაკვირველია, განათლება, პროპაგანდა ძალიან დიდ როლს თამაშობს, ოღონდ მიზანდასახული. მე მახსოვს ბევრი გადაცემები იყო მაშინ, არ მინდა ამ ავტორების დასახელება, რაღაცა შოუთ უნდოდათ გადაექციათ თითეული ადამიანის ტრაგედია და მე ვიღებდი ამაში მონაწილეობას და ჩემი ბენეფიციარებიც გამიყვანია, იმიტომ რომ ისინი მე მენდობოდნენ და შემდეგ მივხვდი, რომ არც თუ ისე ეთიკური იყო ამ საკითხის ამგვარად პოპულარიზირება. ყოველთვის რა პრობლემაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიმართ, მარტივად რო ვთქვა, ხარდამჭერის არარსებობა. აი ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა ფსიქოლოგიურად მე მესმის, რატომ შეიძლება იყოს ნაკლები მხარდაჭერა მათ მიმართ. იმიტომ რომ როდესაც ელემენტარულად ადამიანი გაჭირვებაშია და კრიზისულ სიტუაციაშია, არ იცის რა ქნა, სად წავიდეს, არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება მთლიანად. იმიტომ რომ ეს ის მდგომარეობაა, როცა აი დღეს თუ სახლიდან გამოგაგდეს და სახლი არა გაქვს, აი ცოტა ხანში აი რაღაცა იმ კვადრატში სახლი შენდება და იქ შეხვალ. ასე არ არის. მას ეხლაც არა აქვს და წლების განმავლობაშიც არ ექნება და ამას ყველა გრძნობს, რომ რა დიდი პასუხისმგებლობაა ამგვარი ადამიანების დახმარება. ეს რაც შეეხება გარემოს და ხშირად ოჯახის წევრებისთვის ეს ასევე ფსიქოლოგიურად მიუღებელია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბიჭია თუ გოგოა არ წხვენს მათ სახელს, რომ აი იმის მაგივრად წარმატებული იყოს და მეზობელს გაეპრანჭოს, რომ აი მე რა მაგარი შვილი მყავს და როგორი წარმატებული, აი დააკვირდეთ ჩვენს ლაპარაკს, ხომ, აი ესეთი ყოველდღიურ საუბრებში, როგორი მოწონება და ყელყელაობა მიდის, ვითომ სხვათა შორის, რომ აი ჩემი იქ რო სწავლობს და რომ კარგად დაამთავრა, აი ჩემს კიდე ცეკვა გამოსდის კარგად და ვითომ ეს მათი ღირსება, რასაკვირველია. არავინ არ ამაყობს მსხვერპლით. ხო, არავინ არ ამაყობს კი არა, საერთოდ დახმარების ხელსაც არ უწვდიან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით ამ საკითხზე და კვლევებიც გვაქვს ჩატარებული, სერიოზული კვლევა გვაქვს ჩატარებული, საიდანაც ნათლად გამოიკვეთა, რომ აი როდესაც რეფერენტულ ჯგუფს მივმართეთ და გმობთ თუ არა ოჯახში ძალადობას, რასაკვირველია, ასე შემდეგ და როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაეხმაროს, მშობლები უნდა დაეხმარონ, რასაკვირველია და მეორე მხრივ ჩვენი ბენეფიციარების მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლები მათ არ ეხმარებოდნენ პირიქით. არ უნდათ მათი, ასე ვთქვათ, არსებობა მათ არეალში. ისიც უნდა გავიხსენოთ. აი ამ დროს, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი ესეთი
მახინჯი ნაწილი ქონდა, რომელიც კულტურამ რატომღაც შეიზარდა და მიიღო სრულიად ნორმად. მაგალითად, აუცილებლად მინდა ვახსენო, ჩემს ბავშვობაში ნორმად ითვლებოდა არასრულწლოვანი გოგოების გატაცება, სექსუალური ძალადობა იმის მიზნით, რომ შემდეგ გოგო იძულებული ხდებოდა, რომ ცოლად გაყოლოდა გამტაცებელს და ყველაზე საშინელი ნაწილი ამის ის იყო, რომ გამოქცეულ გოგოებს ძალიან ხშირად უკან აღარ იღებდა ოჯახი. იმიტომ რომ ეს იცვლებოდა ოჯახის ძალიან დიდ სირცხვილად. და დღემდე მიკვირს ის ფაქტი, რომ იმდენად გამჯდარი იყო აი ეს მსოფლმხედველობა, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივია, გატაცებას თან არასრულწლოვანი ბავშვის რეალურად ისეთ რომანტიულ ელფერს აძლევდნენ და აი ამ კონტექსტში, გარემოში, სადაც ეს ითვლებოდა ნორმალურ რაღაცად, ის მხარე, რომ ქალზე ოჯახში ვიღაცა ძალადობდა, საერთოდ არაფრად აღარ ითვლებოდა. მახსოვს მეზობელ ქალს ცემდა ხოლმე ქმარი, როცა დალევდა და ისმოდა ხოლმე პერიოდულად საშინელი წივილკივილი, რასაც არაფერი არ მოყვებოდა საერთოდ. ყველანი ვიყავით ესე ჩუმად გატრონულები, ველოდებოდით, როდის დამთავრდებოდა უბრალოდ. თითქოს ეს ამბავი იყო მხოლოდ იმ ქალის და საოცარი სიტყვები თქვი, ცოტა ხნის წინ, რომ ესენი იყვნენ ჰაერივით ქალები, რომლებიც თითქოს თან ჩანდნენ და თან არ ჩანდნენ. საოცარი მეტაფორა იყო მართლა ჩემთვის, იმიტომ რომ პირველი ეს ქალი გამახსენდა, რომელიც ესე რაღაც კეთილი ღიმილით დადიოდა ხოლმე ეზოში და მერე ხანდახან ღამე იმის წივილკივილი მესმოდა. არავინ არაფერს არ აკეთებდა ამაზე. და ეს ბავშვობიდან მიტრიალებდა ეს კითხვა, რომ რა ხდება ესეთი, რა ხდება ამ კაცის თავში, რომ ამას აკეთებს. იმიტომ რომ მეორე მხრივ ეს ადამიანი გარეთ გამოდიოდა და ყველა გიждდებოდა იმაზე. ყველას უვლიდა, ყველაზე ზრუნავდა, კეთილი, ესეთი საპატივცემულო ტიპი იყო, ხო? რა ხდებოდა ამ ქალში თვითონ? როგორ გადაიქცა ეს ქალი ესე ჩუმ დაპატარავებულ ადამიანად, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა ბოლოს. და რა გვჭირდა ჩვენ დანარჩენებს, რომ ესე უსმენდით ხოლმე, როგორ კიოდა ადამიანი დამეხმარეთო და ვეხმარებოდით, მართლა ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო, მაგრამ ეგ დახმარება რეალურად არ იყო დახმარება. იმ წუთას გადავარჩენდით. ხო, იმ წუთას, როცა მისი ცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა, გადაარჩენდით, მაგრამ ოჯახში ძალადობა სხვა სახის ძალადობისაგან იმით განსხვავდება, ერთი სპეციფიკა აქვს, რომ აი ქუჩაში, ასე შემდეგ, ერთჯერადი ინციდენტია, ერთხელ იჩხუბეს ან მოხდა რაღაც და გაჩერდნენ და როდესაც ოჯახში იწყება ძალადობა, ის სინუსოიდასავით მიდის, მოდის, აი ესე ხან ჩაცხრება, ხან ისევ აფეთქების ხან ტკბილია, ხან წარი. ხან აფეთქების ფაზაში გადადის, ისე რომ ის არასოდეს არ გაჩერდება, თუ არ იქნა გარედან ჩარევა. აი ის თავის ნებით, რომ ან ერთი გაერკვა მოძალადი სახით, რომ როგორი მანიპულატორი ვარ და როგორი მანიპულაციის დიდოსტატი ვარ და როგორ ჩემი მამაც ასე აკეთებდა, ჩემი ბაბუაც ასე აკეთებდა და ეს ნორმაა, ეს რეაბილიტაციო პროგრამები, რომ მოძალადემ კარგად დაინახოს თავისი, ასე ვთქვათ, აი ეს მანკიერი, უარყოფითი მხარე, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი ხა, ჩემ დროს მხოლოდ პენიტენციალურ სისტემაში იყო ეს პროგრამები და მე მაშინ სულ ვიბრძოდი, რომ თუ პოლიცია ჩაერთო ესე აქტიურად ამ საქმეში, არის დამცავი ორდერი, შემდეგ შემაკავებელი ორდერი, თუ არის პირველივე სიგნალი, რომ ადამიანი ამგვარი სახის ქცევებს ჩადის, აი იქვე უნდა კონდეს ადგილი, აი ამ სარეაბილიტაციო პროგრამაში მონაწილეობა იქნება თუ რაღაცის მონახვა. ერთხელ მახსოვს ფონდს უთხარი, რომ აი
ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბი მინდა გავაკეთო მეთქი, ამით მოვიზიდო თქო მამაკაცები და შემდეგ ნელ-ნელა აი აქ არის შენი თავის დანახვის მომენტი. გიმშავია ასეთ მოძალადი კი, როგორ არა, სხვადასხვა მოძალადეები თვითონაც მოდიოდნენ ხოლმე. აი ესე არ დამავიწყდება ერთი ადამიანი იყო, რომელიც მოვიდა და შეწუხებული იყო თავისი ქცევით. და რატომღაც დამამახსოვრდა, რომ იცი რა, ცოლთან გაყრილი ვარო, მაგრამ რო წარმოვიდგენო, რომ ეს ჩემი ცოლი შეიძლება ვიღაც სხვასთან რაიმე კავშირში იყოსო, ისევ ბრაზოფო, მიუვარდებიო სახლშიო და კარებს ჩამოვხსნიო. მერე მეთქი, მერე პოლიციაში ამხელა დასტაა ჩემზე შექმნილიო. რამდენი გავიფიქრებო, ეხლა რკინის კარები დააყენესო მერე ის. აი ამას ქვია, რომ აი ეს ბრაზის მძვინვარების მართვის მენეჯმენტი, მას არ შეეძლო, ვერ მართავდა. ასე მირბოდა, ჩამოუღებდა კარებს, მერე ისევ დაიჭერდნენ, მერე ისევ გამოუშვებდნენ და აი ხანდახან აბსურდში გავდივართ ხოლმე, იმიტომ რომ მეუთხარი შენ ახლა შენ ფიქრებს ებრძვი თუ რკინის კარს ებრძვი რაღაცნაირად, მოდი გამოვყოთ თქო რაღაც, მაგრამ ნამდვილად აწუხებდა ეს მძვინვარება და მაინც და მაინც ციხეში უნდა მოხვდეს, რომ შემდეგ მივაქციოთ ყურადღება მის ფსიქიკურ მდგომარეობას. აინტერესებდა ზუსტად, რომ თითქოს ხშირად ქვედაფენებში თუ ჩახვალ, საბოლოო ჯამში მაინც რაღაც გადაუმუშავებელ დიდ დაგროვილ მძვინვარებასთან მიხვალ ალბათ, რომ აი ეს რაღაცა ძალიან დიდი სიმძიმე, რაც ადამიანებს მოყვებათ, შეიძლება მშობლები ახსენე და მშობლებთან რაღაც ძალადობრივი გამოცდილების შედეგად თუ არ ვიცი სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქოს აი ეს რაღაც მძვინვარება პოულობს განსამუხტ გზას. კი, უამრავი მიზეზები შეიძლება იყოს. ეხლა ეს ერთმნიშვნელოვნად ესე ვერ დასახელდება, მაგრამ თუ ჩვენ ბავშვობიდან ძალადობრივი ქცევის სურათებს უყურებთ და ეს ნორმად მიგვაჩნია და ალტერნატიული ქცევას ვერ ვხედავთ, გნებავს ოჯახში, გნებავს გარემოში, ეს ლეგიტიმაცია ხდება ამ თვისების, რომ თან მაინც და მაინც არავინ არ აღუდგება წინ, თან სხვები ჩუმად არიან, მეზობელს ეშინია, რომ ეხა ეს რომ დათვრება, მეც ჩამომიღებს კარებს მაგალითად. თავისთავად ქალმა რაც არ უნდა მოყვეს, ვერ დაუჯერებენ, არ არის ესეთი მარტივი საკითხი, აი ესეთი განსასჯელად ადვილი და მარტივი, იმიტომ რომ მოძალადე იქცევა ფსიქოპატური ტიპის ადამიანია, რომელსაც გააჩნია ორი სხვადასხვა, მარტივად რო ვთქვათ, ქცევათა რიგი. სახლში არის დესპოტი, ტირანი და გარეთ არის ძალიან კეთილშობილი, დამხმარე, გაჭირვების ტალკვესი. და აიხედავთ როგორი ფსიქოლოგიაა, როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ ეს იცით რა საშინელი ადამიანია, თქვენ არც კი იცით ეს რას აკეთებს დახურულ კარს, მიღმა ყველას უკვირს, ეს ქალი მართლა გიჟია, ამისთანა სათნო და კარგ ადამიანზე ესეთ რაღაცეებს რო ამბობს, არა ნამდვილად რაღაც ჭირს ამ ქალს. თავისთავად პატრულს გადაელოცა ამ საკითხის მოვლა. რა ვიცი, ახლა მე 1980 წლიდან პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ. კი, ახლა რეგალიებიც გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ აი ეს ერთი თვალის შეხედვით, რაც არ უნდა ანკეტა შემივცოთ, ვერ ვიტყვი აქ რომელია მოძალადე და რომელია მსხვერპლი. ამ დროს, როდესაც პატრული შედის, როდესაც აი ეს ძალადობრივ ქცევებს აქვს ადგილი, ქალი არის აბსოლუტურად არანორმალურ მდგომარეობაში, ან კივის, ან ტირის, ან რაღაცა და მამაკაცი არის სრულიად მშვიდი, ცდილობიანი, გაწონასწორებული, გინდა ძვირფასო წყალი მოგიტანო და წყნარდი, პატრული ხედავს ამას და ეხა რას ერჩის ამ კაცს და როგორც წესი
აი ამ მექანიზმების გაუთვალისწინებლობას ძალიან გაუგებარ დასკვნებამდე მივყევართ. როგორ მიდის მსხვერპლი იქამდე, რომ თანდათან აღმოაჩენს, რომ ოჯახის წევრი შეიძლება ცემდეს კიდეც სხვადასხვა ფორმით ძალადობს, მაგრამ ვერ ახერხებს თავის დაღწევას. რა ემართება, რომ აი ამ ურთიერთობას ვეღარაფრით ვეღარ ტოვებს. იცით, ჩვენ ძალიან დიდხანს ვიბრძოდით ამის შესახებ, აი ეს მოარული გამოთქმა რო იყო. რას აბედინებს, რომ თუ ცემს გაანებოს თავი და წამოვიდეს. რაშია საქმე? მე არ მესმის და ამდაგვარი საკითხები, მაგრამ აქაც არის ფსიქოლოგია. აქ არის დამოკიდებულებათა მთელი სისტემა, მთელი ჯაჭვი, იმიტომ რომ მოძალადე ყოველთვის ერთ აფეთქების ფაზაზე არ იმყოფება. ის ხანდახან მოყვარული მამაც არის, ის მზრუნველიც არის, ის აუცილებელი ნაწილია ოჯახური სისტემის შემომტანია თუ ასე შემდეგ, ასე და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ ძალადობრივი ქცევების გარეშე. ეხლა მახსენდება ერთი ქალბატონი, რომელიც მეუბნება, არ შეიძლება როცა ნასვამიაო, აი მაშინ რაღაც მოიტაცოთ ეს კაცი და სადმე წაიყვანოთო. თორე როდესაც ფხიზელიაო, ისეთი ყურადღებიანი და კარგიაო, რომ აი მაგრამ ეს როცა ნასვამია, ეს ხშირად ხდებოდა და ამდენად და გარდა ამისა ყველა ასევე გვაკრიტიკებდა, რომ თქვენ მარტო ქალებს იცავთო, მაგრამ ესე არ იყო. ნამდვილად. უბრალოდ აი ეს მოქნილობა, რასაკვირველია ეს ფონდებზედაც იყო დამოკიდებული, რომ აი ქალთა საკითხი უფრო გვაინტერესებს ვიდრე მამაკაცების და ასე შემდეგ. თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში არის თავშესაფრები, ნიდერლანდებში და აი ჩრდილოეთ ქვეყნებში მამაკაცთა თავშესაფარიც არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მამაკაცთა თავშესაფარი. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენთან საქართველოში კაცი რო პატრულს დაურეკავს და ცოლი ჩემზე ძალადობს და არ იქა მეშველეთო, ეს ხო კულტურაში არ ხო ანეკდოტის სახით იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის საკუთარი საზღვრების დაცვა, რა არის პირადი თავისუფლების დაცვა, პირადი უზრდელობის კი არა, თავისუფლების, რომ შენ გაქვს უფლება, რომ ამ სიმბიოზის გარეშე შენ თავთან იყო და უბრალოდ სულ ერთმანეთი არ აკონტროლოთ. ეხლა შენ რა მოიტანე და ეხლა მე რას მოვიტან და ეხლა როგორ მოვიქცე და აი ნდობის ფაქტო, ოჯახში ძალადობის მაღალი დონე ყოველთვის მაჩვენებელია იმის, თუ რა დონის კულტურასთან და გვაქვს ადგილი. ეხლა მე სტატისტიკა აღარ ვიცი როგორია, იმიტომ რომ როგორც კი გამოცხადდა ეს კანონი, მე ძალიან დიდი გულის ტკივილით დავთანხმდი, მივიღე, აღვერიცხე და რასაც ვაკეთებდი, სწორედ იგივეს აკეთებს ახლა სახელმწიფო. ასე რომ არაფერ განსხვავებას მე ვერ ვხედავ და ამ შერაცხულობის მიზეზს, მაგრამ კიდე კარგი რომ ფსიქოლოგი ვარ და გადავიტანა, იმიტომ რომ ჩემზე დიდ ადამიანებს ქვეყნის უსამართლობა შეხვედრიათ და დაუძლევიათ ცხოვრებაში. ასე რომ ცოტა სევდიანი ამბავია, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ამ 22 წლის განმავლობაში რამდენი სტრუქტურა შეიცვლებოდა, აი ახლა ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს და ეხლა უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა. ხო არ შეიძლება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაიწყო საკითხზე მუშაობა, ან გააგრძელე, ან რაღაც ახალი შემოიტანე, ან სპეციალისტებს კითხე, ექსპერტები, ეს ყველაფერი ფორმალურად ხომ ხდება, ესე 30 კაცს რო ერთად შეკრიბავ, ეხლა რა სტრატეგია უნდა
შეიმუშაო, როცა ყველა თავის წარმოჩენით არის დაკავებული, ისე რომ არ ვფიქრობ, რომ ამ დროს სტრატეგია ეფექტური და მიზანდასახული იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს მდგომარეობა გამოსწორებულია სხვადასხვა მიზეზების გამო, თუნდაც ეს თემა ტაბუირებული ისეთი არ არის, როგორც ეს იყო მაშინ, როცა დავიწყე ამ თემის წამოწევა, ასე ვთქვათ, როდესაც ისე გავიდოდა ორი თვე, რომ არავინ არ მოაკითხავდა ცენტრს. ეხლა გახსნილია სახელმწიფოში ცენტრები და ასე შემდეგ და აკითხავენ და მუშაობასაც აქვს ადგილი. ეს რასაკვირველია პროგრესია, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არის იქ ნიუანსები, საქმე ის კი არ არის, რომ აი ჩვენ ეს სისტემა არა გვაქვს დანერგილი, ან ესეთი სახის ინსტიტუცია არ მუშაობს, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ აი სწორედ იქ ნიუანსებია, რომლებიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენენ ძალადობის ხვრელთა დაცვის ეფექტური გზის შემუშავებისათვის. და რა ვიცი, ჰაერიდან ექსპერტები არ ჩამოფრინდებიან და გრას ეტყოდი იმ ქალებს, რომლებიც შეიძლება ამჟამად გადიოდნენ ამ ყველაფერს და არ იცოდნენ რა გააკეთონ, როგორ მოიხსნენ, როგორ გააღწიონ თავი. იცით, ესეც ფსიქოლოგიური საკითხია, როდესაც ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე, აი ამ სახელდების გაშინაგნებას წინ უძღვის მთელი თერაპიული მუშაობა. რომ აი არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, რომ აი მე რა კაი ტიპი ვარ, ასე რომ ვიქცევი და რაღაც არ ვიცი ცხოვრების რომელიღაც მოსახვევში დგება მომენტი, რომ მგონი მართლა არც ისეთი კარგი ტიპი ვარ, რა ხდება ნეტა და უცებ თითქოს ფარდა ჩამოეგლიჯება ყველაფერს და აუ ესეთი ვარ, არა, როგორ შეიძლება და რაღაც გარკვეულ არევებს აქვს ადგილი. რასაკვირველია, ესე დრამატულად შეიძლება არ განვითარდეს მე ეს მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა გაიგოს რა მდგომარეობაშია, სად დგას, რომ იცოდეს, რომ მერე საით წავიდეს. არც ერთი ძალადობის მსხვერპლი ქალი, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ ცენტრში, არ ამბობდნენ, რომ გამარჯობათ, მე ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ესეთი მომენტები არ ყოფილა. აქ იყო, რომ იცით რა, რაღაცა ძალიან შეწუხებული ვარ, აი ასე იქცევიან, აი რაღაც თავის ტკივილები მაქვს, რაღაც უაზრო შფოთები მაქვს, შიშები მაქვს, ყველაფერს ლაპარაკობდნენ და აი ნელ-ნელა ხდებოდა იმის გაცნობიერება, რომ მგონი ამას ასე ქვია. ასევე ეს ეხება მოძალადეებსაც. მათ არ ესმით, რატო რა არის ამაში ცუდი, როცა მისი ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი გვარში ამდაგვარად იქცეოდნენ. და გარშემოთ. და გარშემო მყოფებიც არაფრით აფრიკის რომელიღაც ტომში რო გაიგებდნენ, რომ ოჯახში ძალადობას ჰქონდათ ადგილი, ქალები მივიდოდნენ ქვაბებით, იმითი რკინის იმითი და უბრალოდ უბრახუნებდნენ, რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვენთან ასეთი რამ ხდება. არც იურიდიული განათლება გქონდათ მიღებული და არც ფსიქოლოგიური წიაღსულებით იყვნენ შეწუხებულები მაინც და მაინც. მაგრამ აი ეს მომენტი, რომ ჩვენ ვიცით თქვენთან რა ხდება და ვგმობთ, ყოველგვარი მიტინგების დაგეგმვის გარეშე ხდება. რაც სამწუხაროდ ჩვენ მგონი იმ ტომსაც ვერ შევედრებით. ფაქტია. მე არ მინდა ძალიან გაბრაზებული ადამიანის სახე მქონდეს, მაგრამ პირიქით, მე ჩემი გავაკეთე. რაღაცა ვთქვი, რაღაცამ გზა იპოვნა და ყოველ შემთხვევაში ამბიციები იმდენად არ მაწუხებს, რომ ეხა ყველგან რატომ მე არა ვარ და რატომ ჩემს
იმას არ მღერიან. ზოგად ჭრილში რომ შევხედოთ, არ კონცენტრირდეთ მხოლოდ ოჯახურ ძალადობაზე. საინტერესოა შენი აზრი იმასთან დაკავშირებით. რატომ საიდან მოგუდგამს ზოგადად კაცობრიობას ეს რაღაცნაირი სწრაფვა, დესტრუქციული ქცევებისკენ. იმიტომ რომ უამრავი მაგალითი გვაქვს ისტორიაშიც, ბევრი ექსპერიმენტიც ჩატარდა ამ თემაზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ როგორც კი ნორმები იწყებს ოდნავ-მაინც შესუსტებას, ადამიანში ღვიძებს ძალიან დამანგრეველი ძალები, სურვილები და მერე უკვე ქცევებიც. შენ როგორ შეაფასებდი აი ამ შენი გამოცდილებით და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ესეთ ადამიანს შეხვდი შენი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც ხშირად კარგავს საკუთარ თავს, საკუთარ სახეს. ძალიან რთული კითხვა. თითქმის მთელი ფსიქოლოგია, ფილოსოფია უნდა გადავქეკოთ, რომ ამის პასუხი ჯერ ეს ერთი ფროიდი თვითონ აღნიშნავდა, რომ ადამიანში ორი ძალა მოქმედებს, ერთი არის ეროსი, სიყვარულის ბიოფილური ტენდენციები, ანუ რაც რაიმე ცოცხალია იმის სიყვარულით, ანუ სიცოცხლის იმპულსი და მეორე არის თანატოსი, ეს არის სიკვდილის იმპულსი, დესტრუქციული, დამანგრეველი, რომელიც თვითგანადგურებისკენ და სხვების განადგურებისკენ მიისწრაფვის. და ადამიანი სწორედ ამ ორი ეხა ინი და იანზე არ ვილა, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დინებებისაგან შედგება და გარემოს სწორედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ მიმართულებას დაუსხამს წყალს. ამიტომ არის გარემოს ეკოლოგიური როლი ძალიან მაღალია. როდესაც მე გარემოში ვხედავ აი ასეთ ძალადობებს, რომელიც არც მაინც დასჯას არ ვამბობთ, მაგრამ რეაგირებები რომ უნდა იყოს მსწრაფლი და რაღაცნაირად გულწრფელი, რომ ალტერნატიულ აზრს არ ვისმენთ, ხო? აი ტელევიზიაში, რადიოში გნებავს ქუჩაში, ხო? აი საშინელი მართლა ბილდსიტყვაობას აქვს ადგილი. ეს ხო ყველაფერი ძალადობრივია და მეორეს მხრივ ეხლა აგრესია ასევე ჩვენი სასიცოცხლო წარმართველი ძალაა. ეხლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ვსაუბრობთ და თავს ძალას ვატანთ, რომ ვისაუბროთ, აქაც აგრესიული ინსტინქტია ჩართული. ოღონდ კონსტრუქციული მიმართულებით აგრესია არ არის აუცილებელი, რომ იყოს დესტრუქციული. ასე რომ აი ეს იმტენი ფაქტორების თანაფარდობებისაგან შედგება და ბოლოს კანონებიც რატომ არის მოგონილი და რატომ არის საჭირო, რომ სწორედ აი ეს მხეცუნიები, რომლებიც ჩვენში სხედან, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად იყოს შეკავებული, დასჯადი. სხვანაირად თვითონ რა ვქნათ, ისე ფროიდს დავესესხები, ადამიანი განწირულია ნევროზისათვის, იმიტომ რომ მისი პირადი ინსტინქტური მისწრაფებები და სოციუმის მისწრაფებები ერთმანეთს არ შეესატყვისება. მადლობა რუსიკო. ვაში რა შეგვიძლია უკვე დავასრულოთ. კი ბატონო. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე.